გამარჯობა მეგობრებო. ყველა ემოცია, რომელიც ჩვენ განწყობას გვიქვეითებს, ინახება ჩვენ სხეულში. ჩვენი სხეული არაფერს ივიწყებს და ჩვენი ჯანმრთელობის ინტერესია, რომ ჩვენ ვისწავლოთ აი ამ აკუმულირებული განწყობის, აი ამ დაძაბულობის, რომელსაც ეს მაგალითად ბრაზი, უკმაყოფილება და ასე შემდეგ იწვევს, მისი განეიტრალება და მისი სხეულიდან გამოტანა. ჩვენი განწყობის მალე გაუმჯობესება. რაც უფრო დიდხანს ვართ უარყოფით განწყობაში, მით უფრო დიდი არის დატვირთვა ჩვენს ჯანმრთელობაზე და კიდევ რასაც ვაჟღერებ ხოლმე, ამით შესაბამისად ვიზიდავთ კიდევ იგივე განწყობებს. ხომ იცით, რომ ვამბობთ, რომ აი ცუდ ფეხზე აბდექი, როცა ერთი მეორეს წაეწყობა. და ამიტომაც აი ამ წრიდან გამოსვლა არის საჭირო. მე ახლა ამ ვიდეოში მინდა გავაჟღერო პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც ყოველდღიურობაში დაგეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში, განწყობის პოზიტიურზე შეცვლაში და ეს მეთოდები არის ყველასათვის ხელმისაწვდომი. და უნდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა, რომ ვიმუშაოთ ჩვენს ფსიქიკურ ჰიგიენაზე და ჩვენი განწყობის გაპოზიტივებაზე. რადგან ის დაძაბულობა, რომელიც სხეულში გროვდება, შემდეგ იწვევს არა მარტო უსიამოვნო განწყობებს, დროთა განმავლობაში იწვევს ასევე დაავადებებს და შემდგომ ამ დაავადებებთან დაკავშირებულია კიდე სხვა პრობლემები. მე მოგიყვანთ ერთ მაგალითს ჩემი ცხოვრებიდან, რომელმაც მე თვალი ამიხილა და ეს იყო წლების წინ, როცა მე ვიყავი დოცენტი ერთ-ერთ კვალიფიკაციის ამაღლების სკოლაში, მაშინ შედარებით დამწყები ვიყავი და ვემზადებოდი დიდი მონდომებით ჩემი სემინარებისათვის და არც დიდი გამოცდილება არ მქონდა ჯგუფებთან მუშაობის. მოკლედ მე გამავფრთხილეს, რომ მეყოლებოდა ცოტა რთული ჯგუფი, კოლეგებმა მითხრეს, რომ უნდა შევსულიყავი მომზადებული, რადგან იმ 26 კაციდან დაახლოებით 5-6 იქ ყოფნა არ სურდა, მაგრამ იძულებულები იყვნენ. ეს რას ნიშნავს? უმუშევრობის თანხას მიიღებდნენ მაშინ, თუ ისინი დაესწრებოდნენ ამას. და წარმოიდგენთ, იძულებული იყვნენ, რომ ფიზიკურად ყოფილიყვნენ, მაგრამ არანაირი мотиваცია არ ჰქონდათ. მაგალითად, ჩემს მომზადებულ სემინარში მონაწილეობა მიეღოთ და ეს რასაკვირველია მოქმედებდა მთლიანად ჯგუფის დინამიკაზე, იქ ჯგუფში არსებული ადამიანების განწყობაზე და მე ვიყავი ძალიან დაჭიმული, ასე ვთქვათ, მომზადებული, რომ ეს ჩემი მართვის სადავეები, რაც ჯგუფის ხელმძღვანელს სჭირდება, ხელიდან არ გამეშვა და აი ამ სიტუაციაში ვარ, რომ შემოდის ჩემი ერთი კოლეგა და თხოვს, რომ ცოტა ხანს გავიდე, აღმოჩნდა, რომ სხვა ჯგუფის მონაწილეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და მე ვიყავი იქ ერთადერთი პიროვნება, რომელსაც ჰქონდა წითელი ჯვრის რაღაც ერთდღიანი კვალიფიკაცია გავლილი. ეს საჭიროა ყველა ორგანიზაციაში, ვთქვათ, ვიღაც სუდად გახდა და მათ გადამიხადეს ის ერთდღიანი კვალიფიკაცია და 1 წელი ჰქონდა მას ვადა. ისე რომ მე მას გაუზომე წნევა და სანამ მას წნევას გაუზომავდი ამ ქალბატონს, რადგანაც ჩვენი წნევის აპარატი, რომელიც ჰქონდა, ისე იყო, რომ ხან არ მუშაობდა და კონტაქტი ბატარეების კონტაქტი უნდა შეგემოწმებინა და რადგანაც მისი დაზოგვა მოვინდომე, ჯერ მე გავესენჯე წნება. შემემოწმებინა აპარატი მუშაობდა თუ არა. და უთხარი კიდეც ჯერ ჩემზე დავტესტავრო, ყველაფერი კარგად არის და მე თქვენ გაგისინჯავთ და მიჩვენებს ეს ეკრანი, რომ არის 165-85-ზე. და თქვი, რომ ეს ურევს აშკარად, იმიტომ ჩემი წნება, რომელსაც ექიმთან რომ მივდიოდი და მიზომავდნენ, ყოველთვის იყო 110-55-ზე მაშინ და მაქსიმუმი 120-60-ზე. კიდევ გავისინჯე და დადო მსგავსი შედეგი.
შემდეგ ამ ქალბატონს გაუსინჯე და ის ძალიან კმაყოფილი აღმოჩნდა, მას ჰქონდა ძალიან კარგი შედეგი მისთვის. წამოვედი დაფიქრებული, ჩათავდა დღე, კიდევ გავისინჯე და კიდევ ის შედეგი დადო. და ვამბობ, რატო არაფერს არ ვგრძნობ? იცით, ისე ვიყავი მომართული, ისეთ გალობში ვიყავი და ისე ვიყავი დაძაბული, რომ ამ დროს შეიძლება ხელიც გაიჭრა და ტკივილი ვერ იქცნო. ტკივილს იქცნო მერე, როცა ცოტა მოეშვები. და ამის შემდეგ გავაკეთე ისე, რომ მე ყოველ დღე, სანამ ეს ჯგუფი მყავდა 3 კვირის განმავლობაში ვიზომავდი წნევას და შედეგი იყო ყოველთვის, როცა ეს ჯგუფი მყავდა მაღალი, როცა სახლში მოვდიოდი, ვახშმის შემდეგ, როცა მოვეშვებოდი, მედიტაციას თუ გავაკეთებდი, ჩამოდიოდა ქვემოთ, მაგრამ აი ჩემს შედეგს, რომელიც მეგონა რომ მქონდა ყოველთვის, მას თლად ქვემოთაც არ ჩამოდიოდა. და ამ დაკვირვებამ მე დამანახა, რომ ჩვენი ორგანიზმი როგორ რეაგირებას ახდენს ყველაფერზე. არა ის, რომ უხერხულობის გრძნობა გვაქვს და ვწითლდებით, არამედ დაძაბულობაზე, რომელიც, არც ისეთი დრამატული არ მეჩვენა, მე ძალიან გამეკვირდა, მაგრამ აი შინაგან დაძაბულობაზე წნევა იწევს და თქვენ წარმოიდგინეთ, ის ჯგუფი რომ არ დამთავრებული იყო 3 კვირაში, რომ სულ ასეთი ჯგუფი რომ ყოლოდა. აი ეს დაძაბულობა რომ გაგრძელებულიყო თვეები კი არა, კიდე წლები. რა შედეგს გამოიღებდა. ისე რომ არც ერთი დაავადება არ ჩამოვარდება ციდან, ყველა დაავადებას აქვს მისი წინა ისტორია და მისი ფსიქიკური საფუძველი. და აი ამ მაგალითით მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ რასაც არ გრძნობთ, ესეც მოქმედებს ჩვენზე. და ამიტომ ღირს აი ამ დაძაბულობების, ბლოკადების, ენერგეტიკული ბლოკადების გახსნა და განეიტრალება, რათა ჩვენ ჯანმრთელები დავრჩეთ და რათა ჩვენი განწყობა გაუმჯობესდეს და თავი უკეთ ვიგრძნოთ. და ეხლა სანამ ამ მეთოდებს ჩამოვთვლი, გეტყვით, რომ აი წარმოვიდგინოთ ჩვენი განწყობა, როცა შფოთვაში ვართ, აი როგორც ისეთი ამღრეული, ბობოქარი ზღვა, რომელიც იმ მომენტში შეიძლება შეგვაწუხებს, შეიძლება კიდე წაბლეკოს ჩვენს და სხვაც და წარმოვიდგინოთ კიდევ, რომ ისეთი მოვლივლივე, შეიძლება პატარ-პატარა ტალღებით, მაგრამ კამკამა წყალი. აი ამ შედარებით მე ჩემ თავს ვეხმარები და ჩემს კლიენტებსაც ურჩევ ხოლმე, რომ წარმოიდგინონ, როგორც ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. ესე იგი, დამშვიდება და საკუთარი, ესე იგი, შინაგანი, თქვათ, ზღვის გაწმენდა გალივლივება. და ამაზე ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა არის ვიზრუნოთ ჩვენს ენერგეტიკაზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეხლა თქვენ თუ იტყვით, რომ არა, მე უფრო სხვა, უფრო დიდი მიზნები მაქვს, რომ მე უნდა ვიზრუნო ჩემს ოჯახზე, მე უნდა ვიზრუნო საზოგადოებაზე და ასე შემდეგ. თუ ჩვენ არ ყავს პატარა ბავშვი, რომელსაც ჩვენზე წინ დავაყენებთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უპირველეს ყოვლისა ჩვენს თავზე, რათა შევძლოთ შემდეგ ოჯახის, ახლობლების, საზოგადოების უკეთ დახმარება. წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ საზოგადოება შედგება ცალკეული ელემენტებისაგან და ის ერთ-ერთი პატარა ელემენტი ჩვენ ვართ. თუ ჩვენ განწყობას ვანათებთ, ჩვენ პოზიტიური ენერგეტიკა გვაქვს. ჯანმრთელი ვართ, ზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვართ ასევე კარგი მაგალითი სხვებისათვის და ამავე დროს ის მთელი საზოგადოება, რაც არის თუ ოჯახია, იქ უკვე ერთი სინათლის შეტანით და თუ მას კიდე სხვა სინათლეები მიემატა, ამით უკვე ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ოჯახის და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე. აი, ნეგატივში ჩაფლული და პრობლემებით დახუნძლულ მდგომარეობაში საკუთარ თავსაც ვერ ვეხმარებით არათუ სხვას. სანამ მეთოდებზე გადავალ, უნდა აუცილებლად ერთი ჩემი პირადი რჩება, ვისაც გამოადგება გავაშხერო. მე დავასკვენი, რომ
ფისოს სახლში ყოფნა არის ძალიან სასიამოვნო და ძალიან დამხმარე პოზიტიური განწყობისათვის. იცით, ეს არის რასაკვირველია იმ ხალხისათვის, ვისაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება როგორც საკუთარ თავზე, ასევე ფისოზე, რომელსაც ასევე ჭირდება მოვლა, რადგან მხოლოდ კმაყოფილი ფისო ქმნის აი ამ დადებით განწყობას. იმიტომ მე რამდენიმე თვია ზაფხული დამყავს ჩემი ლუსი, ჩემი შვილის ფისუნია აქ და ძალიან შემიყვარდა და იცით, ვერ წარმოვიდგენდი თუ მარტო თავისი არსებობით. იმიტომ ეს არის ინტროვერტი, ცოტა თავისებური ხასიათის ფისო და მე რო შემოვდივარ სახლში და მანამდეც მქონდა ძალიან კარგი განწყობა, მაგრამ იცით, აი ისე ცulis ამ ყველაფერს მე არ ვიცი ეს როგორ ხდება, აი მხოლოდ იმით რომ წევს შვიდად და ლამაზად და ზინავს. რომ ვამბობ ხან რომ წაიყვანს ჩემი გოგო, მე როგორ უნდა გავძრო ლუსის გარეშე მეთქი, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს და მე და ჩემი მეუღლე ვეძახით ლუსის ჩვენს პატარა სიხარულს, რომ მოდის სახში მეკითხება, სად არის ჩვენი პატარა სიხარული. ახლა ეს სახელი მე დავარქვი და ჩემი მეუღლეც თვლის, რომ ეს ჩვენი პატარა სიხარულია. და აი ლუსისთან დაკავშირებით უნდა ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ. როცა ლუსი ვენაში იყო, ჩემშვილს ჰქონდა ქვედა პარტერის ბინა და იქვე იყო შიდა ბაღი. და ისე შემოჯარული ამ შენობებით, იმიტომ სახლის ფორმა იყო ისეთი, რომ შიდა ბაღი ჰქონდა, რომ ლუსის დაკარგვის საფრთხე არ არსებობდა, იქ იდგა მაგიდას კამებით და რადგანაც ეს ბინა არ იყო ძალიან ნათელი, ჩემი შვილი კარგი ამინდის დროს ლუსისთან ერთად იყო ამ ბაღში და აკეთებდა თავის საქმეს კომპიუტერიც, ლეპტოპიც თან ჰქონდა. და ერთ დღეს გამირეკა აღელვებულმა და მოხდა ასეთი რამ. ესენი არიან ბაღში და შემოუერთდა ერთი მეზობელი. ეს მეზობელი მოვიდა პატარა ძაღლთან ერთად. გაიმართა საუბარი და მეზობელმა თქვა, რომ მას კატების ძალიან ეშინია, იმიტომ როდესაც კატამ დაკაწრა და შემდეგ გააჟღერა, რომ ძაღლი ჰქონდათ იმ დღეს რაღაც ძალიან უსიამოვნო შეხვედრა სხვა ძაღლთან და ამ ძაღლმა ამის პატარა ძაღლზე გამოიწია და ნუ შეიქმნა სახიფათო სიტუაცია და ასე შემდეგ და შემდეგ. და ჩემი შვილი როგორიც არის დაამშვიდა, უთხრა რა ჩემი ფისო ისეთია, რომ არ გკაწრის და ლუსის არ ვაჭრით ჩვენ ამ კლანჭებს. ჩვენ მის ზღვრებს არ გადავდივართ და მას ამ კლანჭების გამოჩენა არ ჭირდება და არც აჩენს, არ დაუკაწრივართ საერთოდ. და ლილი უყვება, რომ აი ესეთი ხასიათის არის ჩემი ფისო, ძალიან მშვიდობიანი და ძაღლსაც ანუგეშა, რომ აი ეს რა სამწუხაროა, რომ მოხდა ასე შემდეგ და ამ დროს ლუსი წევს და წყნარად და ზვერავს როგორც იცის სიტუაციას. და არ ვიცი ხა თქვენ თუ წარმოიდგენთ რა მოხდა, უცებ ყველას მოულოდნელად აი ამ მშვიდობის მოყვარულმა უსაყვარლესმა ფისომ შეკრა კამარა და მთელი გააფთრებით ჩააფრინდა აი ამ ცუგას. ისე რომ ჩემმა შვილმა დიდი მოწადინებით მძლივს ააგლიჯა ლუსი, მოხდა იქ მთელი დრამატული ამბები, ამ ქალბატონს ლამის გული შეუწუხდა, ლილიმ იგზუნთავი უხერხულად, უთხრა თურმე ლუსის, რომ შენ ბაღში გამოყვანის ღირსი არ ხარ, სტაცა ხელი და წავიდა თავის ბინაში. და მე დამირეკა და მომიყვა ეს ამბავი, ძალიან შეწუხებული იყო, თქვა რომ ესო როგორ დამემართაო, ისე ვაქებდიო ჩემ ლუსისო, რომ ასეთი კარგი ხასიათი აქვსო და ეს არასდროს არ გაუკეთებიაო სახლში. სხვა ფისოც ყოლია, ყავდა მობარებული, მეგობარიც მოსულა ძაღლთან ერთად და ესეთი რამე ლუსის არ გაუკეთებია არასდროს. და კითხვა ესე იგი რატომ? რასაკვირველია, აი ამ სიტუაციაში არის ეს მომენტი, რომ შეიძლება ცოტა იეჭვიანა, მაგრამ ჩემმა შვილმა თქვა, რომ თავზე ესე იგი არ მოვფერები ვარ, სიტყვით კი მოვეფერე ძაღლსო, მაგრამ სხვა რამე სიახლოვე არ გამომეჩენიაო და
რომ ჩავეკითხე და შემდეგ მომიყვა რომ მეორე დღესო მეო დავინახე მეზობელი რომ ფანჯრიდან იყურებოდაო და ავწახეო რომ როგორ ახართო და მითხრა აბა როგორ ვიქნებითო დღესაც უკიდეო თქვენი ფისოს კლანჭიო ჩემ ცუგას ამოუღებ ბეწვიდანო ესე იგი ისე ჩააფრინდა ლუსი რომ ეს თავისი კლანჭი მოტყდა და იქ ჩარჩა რომ ჩავეკითხე ჩემ შვილს დამიდასტურა ის რასაც ვარაუდობდი რომ ეს ქალბატონი ძალიან ყვებოდა მე ვეძახი მას აი საწყალი მე რომ მე როგორ ჩაგრავენ რომ მე ეს ამ მდგომარეობაში ვარ აი ნახე ბავშვობაში ფისომ დამკაცრა დღეს ჩემ ძაღლს ესე დიდი ძაღლი ასე მოექცა და მისმა პატრონმა ისე კარგად არ დაგუცა როგორც მე ველოდი ეს სამყარო არის სახიფათო და რაღაც ბევრი ვარიანტები იქნება ჩემი დაჩაგვრის. აი ეს განწყობა გაჟღერდა. და იცით, მე ვამბობ, რომ ეს ენერგია, რასაც ვაჟღერებთ, ყოველთვის იზიდავს რაღაცას, რომელიც აი ამ გაჟღერებულ ენერგიას შეესაბამება და თქვენ წარმოიდგინეთ აი ეს დრამის სამკუთხედი რომ აქვს, რომ მსხვერპლი ყოველთვის იზიდავს ჩაგვრელის ენერგიას და ნუ აქ სამკუთხედში არის ჩაგვრელი მსხვერპლი და დამხმარე და წარმოიდგინეთ ლუსი რომელიც არავის თავზე არ დასხმია გახდა იმ მომენტში ჩაგვრელი დაეტაკა მის სახლს რომ სხვა ეს იგრძნო ენერგეტიკულად რომ მას შეუძლია მას აჯობოს ისე რომ ეს ბრაზია ეს დაჩაგრული მეს შეგრძნება არის ეს პატარა შემთხვევაც აჩვენებს რომ ჩვენ ეს ენერგიები არ გვიხდება და ჩვენ თავს უნდა დავეხმაროთ არა ამ ენერგიებიდან არა მარტო ამ ენერგიებიდან მალე გამოსვლაში არამედ უნდა თავი შინაგანად გავიძლიეროთ რომ აღარ მოგვიწიოს აი გარემოებებმა არ გვაეძულონ ჩვენ აი ამ ენერგიებში შესვლა ეხლა მეთოდები ძალიან კარგი არის თუ თქვენ შეძლებთ რომ როცა ემოციები გძალავთ დაწეროთ ან ელაპარაკოთ თქვენ თავს. აი ჩართეთ ტელეფონი და ილაპარაკეთ. ან ისე ილაპარაკეთ. არ არის აუცილებელი ეს საუბარი იყოს კორექტული, გრამატიკულად დაცული. მთავარი არის რომ თქვენ გამოიყვანოთ ეს ენერგია. დიალოგი უკეთესია ვიდრე ვინმესთან ლაპარაკი და რატომ? ვინმესთან საუბარში კიდევ უფრო გააძლიერებთ ამ ენერგიას, იმიტომ რომ შეხვალთ განმარტებებში, მოინდომებთ თქვენი და თქვენი აზრის როგორც ერთადერთი საუკეთესოს ან ყოველ შემთხვევაში სასურველის თქვენ სასურველის წარმოჩენას ეს არ გჭირდებათ, არამედ თქვენ უნდა თავი დაიწყნაროთ, ენერგია უნდა ჩამოვიდეს ზემოდან თქვენი თავიდან ქვემოთ და ამ დროს ძალიან კარგია მოძრაობა და საკუთარ თავთან დიალოგი ან ჩუმად ან თუ შეგიძლიათ ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვა უკეთ განთავისუფლებთ ასევე იმის წარმოქმნა რომ ენერგია ზემოდან ქვემოთ თითქოს არხები გაქვთ აი ესეთი ვირტუალური წარმოქმნით თქვენს ფეხის გულებზე და ხდება მათი გადინება შეიძლება მისცეთ ფერიც რომ იოლად მიადევნოთ თვალი ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული სავარჯიშოა ჩვენ მას ვეძახით დამიწებას ერდუნგ და გამოიყენება ძალიან ინტენსიურად ფსიქოლოგიაში გამოიყენება თავის გაძლიერების დროს გამოიყენება ასევე ფიზიკურად თუ გვინდა რომ ჩვენ წონასწორობის უნარი გავიუმჯობესოთ წარმოვიდგენთ რომ ჩვენ ეს ენერგია ჩადის და ამ დროს ეს არხებს წარმოვიდგენთ როგორც ხის მძლავრ ფესვებს და აი ეს ფესვები გვაძლევენ ჩვენ სტაბილურობას შემდეგ აუცილებლად დაგვეხმარება წყალი. წყალი არის ენერგეტიკული წმინდანი, საუკეთესო და წყალი გვაქვს. ვიწყებთ ყველაზე მარტივით ხელების გამდინარე წყლის ქვეშ გაჩერებით და შემდეგ დაფერთხვით. ასევე აი როგორც შეიძლება მხრებიდან რომ წარმოიდგინოთ აქაც დაირტყათ დარტყმითი მასაჟი გაიკეთოთ და აუცილებლად შეეცადოთ გაჭიმვის სავარჯიშოების გაკეთება, რომელიც ყველგან შეიძლება, ესე იგი, სიმაღლეში რომ გაიჭიმოთ, უფრო ასე ვთქვათ, დაგრძელდეთ ყველა მიმართულებით, ხელის, ფეხის, ისე რომ, თავი არ დაიზიანოთ.
განვაგრძოთ. სახეზე წყალის შესხმა, ცივი წყალი არის ძალიან კარგი საშუალება, რომ თქვენ გონებას დაუბრუნდეთ და ემოციური დატვირთვა შეამსუბუქოთ. ეხლა სახში რომ ხართ, ესე მოძრაობა უკვე თქვი, ხო, მოძრაობის დროს ძალიან კარგია თუ თქვენ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას წარმოიდგენთ და შეიძლება ეს თქოს ფეხს იფერთხავთ, რომ აი ეს ემოცია, ეს დატვირთვა, ეს მრისხანება, ეს უკმაყოფილება, ეს ყველაფერი მოიცილეთ. ჩვენი წარმოდგენა ძალიან დიდ სამსახურს გვიწევს და ეს არის ფიქრობთ, რომ იული რამე არის და ან კიდევ ძალიან ცოტათი თუ დაგვეხმარება. წარმოდგენით შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენ შინაგან ცხოვრებაში. შემდეგ ფეხის აბაზანა. ძალიან კარგია გაციების დროს და ძალიან კარგია ემოციური დატვირთვის დროს, ამ დროს ხდება განტვირთვა. და ნიშნავს, რომ წყალს შეიძლება ჩაამატოთ სოდა, ვაშლის მარი, ლიმონის წვენი, ეთერზეთები, ზღვის მარილი. აი, ბევრი საშუალება არსებობს და ნიშნავს მერე აუცილებლად გრილი წყლის გადავლებას. ყველაზე საუკეთესოა თუ ამას მოყვება საკვების წასმა, ფეხის მასაჟი, მადლიერების გრძნობით ჩვენი ფეხები გვატარებენ ჩვენ მთელი ცხოვრება და ჩვენ აი ამით გამოვხატავთ მადლიერებას და ძალიან კარგად იგრძნობთ თავს. ეხლა შემდეგი არის შხაპის მიღება. ეს ნიშნავს თბილი და მერე ცივი შხაპი. ცივი შხაპი რომ აი უცებ ცით რა არ უნდა სასიამოვნოზე ბევრად ცივი. უნდა გამოიწვიოს თქვენში რაღაც გარკვეული შოკი, თორემ არ იმოქმედებს და უნდა გაბედულება გამოიჩინოთ. ყველაზე კარგი საშუალება არის აი ეს ცხელიდან ცივი შხაპის მიღება და საუკეთესო საშუალება არის, რომელიც ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია გამოვიყენოთ საუნა. ვინც ამბობთ, რომ საუნა არ გიყვართ, არ ნიშნავს, რომ 15 წუთი იჯდეთ სიცხეში, მხოლოდ იმდენი ხანი, როცა თქვენ სიცხე შეგაწუხებთ, მერე ეს ცივი შხაპი, აი თითქოს ხარ ფიზიკურათაც და ფსიქიკურათაც აი განახლებული ადამიანი. და იგივე ეფექტი აქვს შხაპის მიღებას ცხელით და მერე ცივი შხაპით. მაგრამ იცი და გაბედულება არის საჭირო და აი ამ გაბედულების გამოჩენა ღირს, იმიტომ რომ ძალიან კარგ შედეგს დადებს. და ეს არის ფაქტიურად ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე ეფექტური საშუალება, რადგან როცა ჩვენი შინაგანი ზღვა აღელვებულია და ის ენერგია არ ყოფნის და ვართ ისე დაბალი ვიბრაციების განწყობებში, ყველაზე სწრაფად განწყობას აგვიმაღლებს აი ეს კონტრასტული შხაპი. და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს განწყობაზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე, რომ ამით ჩვენ თავს, ჩვენი საკუთარი თავისადმი სიყვარული გავუჟღეროთ, ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ მასზე ვზრუნავთ და ასევე დადებითი მაგალითები ვართ ჩვენი სამყაროსათვის და რაც მთავარია, თუ ჩვენ ვართ დასტაბილირებული, თუ ჩვენ ვართ, ისე იგი, ჩვენ ოქროს შუალედში, უკვე აი რაც მოდის მერე იმ ენერგიებსაც ბევრად იოლად გავმკლავდებით და აი ამ დეკემბრის შუა რიცხვებში, როცა მარხვის დროა, როცა რიტუალის ჩვენი ეს სურვილების რიტუალს ვაკეთებთ, ვინც ვაკეთებთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ჩვენი ოქროს შუალედი ვიპოვოთ. ეს ნიშნავს, რომ რაც დამტვირთვია, მოვერიდოთ, გავემიჯნოთ. ესეც არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ნიშნავს, რომ ლოცვას გასუფთავებული და სიყვარულით, სავსე გულით ვაკეთებთ. ასევე რიტუალს აუცილებლად, რაც ნიშნავს სურვილების გაჟღერებისათვის, აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ განათებული და სიყვარულით სავსე გულის მოდულში. სხვანაირად ჩვენ სურვილებს ის ძალა არ ექნება და თუ სხვა ემოციით გაუკეთებთ ამ სურვილებს ფორმულირებას, პირიქით მათ შეიძლება ისინი უარყოფითადაც კი დავტვირთოთ.
ამიტომაც ესეც არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს საკუთარ თავზე და აი ამას გისურვებთ, რომ ეს შეძლოთ და წარმატებები აი ამ გზაზე ნიშნავს, რომ როცა მოვინდომებთ იმ პროცესში, პატარ-პატარა წარმატებებიც უნდა იყოს იმის საბაბი, რომ ჩვენი თავი შევაქოთ და კმაყოფილი ვიყოთ და აი ამ პროცესში ხდებით ოსტატები იმ გზაზე, რომელსაც ჩვენი საკუთარი კეთილდღეობა ჰქვია. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.